პასუხები, ვინ რა დაპირებით მიდის არჩევნებზე, პოლიტიკური დებატები და კანდიდატები პირდაპირ ეთერში. ქრონიკა 20 საათზე. არჩევნები 2012. თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ინგა გრიგოლიამ და რა გეგმები აქვს გლდანის მაჟორიტარულ ოლქში? მას ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ამის შესახებ ჩვენს ეთერში ისაუბრობს ინგა გრიგოლია, დღეს ჩვენი სტუმარი. საღამომშვიდობის ქალბატონო ინგა, დიდი მადლობა რომ დროსაც მოვესწარი რომ შენ მომართავ ეთერში ქალბატონო ინგა. რა თქმა უნდა, თავისთავად. საღამომშვიდობისა ბატონო ლაშა. საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. დავიწყოთ ჩვენი საუბარი თქვენი განცხადებით, რომელიც დღეს თქვენ გააკეთეთ. თუ თქვენ ვერ გაიმარჯვებთ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასეთ შემთხვევაში კარგავთ გარანტიას გახდეთ დეპუტატი პარტიული სიით. რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ პარტიული სიებით ქრისტიან-დემოკრატები აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას? დიდი მადლობა მოწვევისთვის. პარტიული სიებით რომ ქრისტიან-დემოკრატები ნამდვილად მიაღწევენ წარმატებას, გვაძლევს ის რეიტინგი ამის იმედს, რომელიც არსებობს ჩვენი პარტიის რეიტინგი და მე გულწრფელად გეუბნებით, შეგიძლიათ არჩევნების მეორე დღესვე თქვენ შემახსენოთ ეს ჩემი დანაპირები, ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ შედეგს ამ არჩევნებში. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს გადაწყვეტილებას, მე წეგან რეპორტაჟშიც იყო იმის მიუხედავად, რომ სიაში ვიყავი რიგით მეორე, საბოლოოდ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ ყველაზე რთულად მოსაგებ, ყველაზე მრავალრიცხოვან და ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში ვიყარო კენჭი მხოლოდ მაჟორიტარული სიით, ანუ თუ გლდანელები გადაწყვეტენ, რომ მე ვარ მათთვის ღირსეული და დამიჭერენ მხარს შევალ პარლამენტში, ხოლო თუ მე წავაგებ გლდანის არჩევნებს, ამ შემთხვევაში მე დავრჩები პარლამენტს მიღმა. ეს იმიტომ გადავწყვიტე ლაშა, რომ მე მინდა რომ თითოეულმა გლდანელმა ეხა ვინ ჩვენ გვისმენს. ანუ ეს არის ერთგვარი რისკი ქალბატონო მინდა. თქვენ გარის ხარისკი. რატომ ხართ დარწმუნებული რომ გლდანელები აგირჩევენ? მე დარწმუნებული 100-დან 100%-ით შეიძლება ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ეხა რო ვთქვა რომ 100%-ით მე ავიღებ ხმებს, მაგრამ ვარ დარწმუნებული რომ მე გლდანს მოვიგებ. იმიტომ ვარ დარწმუნებული რომ ნომერი პირველი და მთავარი ოპონენტი ვინც არის ჩვენი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბატონი ხაჩირაშვილი, რომელიც არის პირდაპირ დამნაშავე იმაში, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ამ წლების განმავლობაში. მე ახლა კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო გლდანელებს. დენისა და ნაგვის ერთმანეთზე მიბმა, ეს გაერთიანებული ქვითრები, გაძვირებული ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხაჩირაშვილი აი ამ წლების განმავლობაში პირველი წევდა ხელს, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებდა და მე ძალიან მწყდება ლაშა გული, რომ ჩემი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად მე იგი არაერთხელ გამოვიწვია დებატებში და იგი ვერ ბედავს, რომ დამიჯდეს დებატებში. დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე საერთოდ კულმინაციას მიაღწია ამ ყველაფერმა. იმდენად უსუსური აღმოჩნდა მათი ფრაქციის თავმჯდომარე, ჩემი პირდაპირი ოპონენტი გლდანში ბატონი ხაჩირაშვილი, რომ დღეს დებატებში მოსვლაზე კი არა, სხდომაზე მოსვლის შეეშინდა და სხდომა გააცდინა, იმიტომ რომ იცოდა, რომ დებატები გაიმართებოდა უკვე სხდომათა დარბაზში. აი ამიტომ ვარ დარწმუნებული. იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი რომ გამოდის ეხლა მერაბიშვილთან ერთად და მთავრობის სხვა წევრებთან და ხალხს თვალებში ნაცარს აყრის რაღაც დაპირებებზე, ვის ჯერა მათი 1000 ლარიანი ვაუჩერების დანაპირების, ვის ჯერა რომ მეტი სარგებელი ექნება ხალხს. ხალხმა იცის, რომ წლების განმავლობაში ეს ხელისუფლება რომ უნარიანი ყოფილიყო, უკვე ექნებოდა მოსახლეობას მეტი სარგებელი. ეხლა გაიგო სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ, რომ ხალხს არ აქვს დასაქმება, არ აქვს სამსახური, არ აქვს ტარიფების გადასახდელი ფული, არ აქვს შვილების განათლებისთვის საჭირო ფული, არ აქვს მოხუცებს ღირსეული პენსია, არ აქვს ჩემი თაობის ადამიანებს საერთოდ სამსახური და მე ყველაზე მეტად მეწოდებიან, მე 41 წლის ვარ. ჩემი თაობის ადამიანები, ანუ 35-დან ვიდრე პენსიონერები გახდებიან. საერთოდ ხალხს არ აქვს არაფერი და როგორ უნდა წარმოვიდგინო, რომ შეიძლება გლდანში ან ნებისმიერ სხვა წერტილში ჩვენი ქვეყნისა ნაციონალებს მისცეს ვინმე მხმა. ეხლა კიდევ ერთხელ ვეუბნები, ჩემს უშუალო კონკურენტს გლდანში. ბატონო ნიკო, გეყოთ გამბედაობა, მოიკრიბეთ ძალები, მერე რა რთული იქნება თქვენთვის ამ დებატების მოგება. დავსყდეთ პირისპირ და გლდანელებმა გადაწყვიტონ ხარ თუ არა თქვენ ღირსი და ვარ თუ არა მე ერთს ვიტყვი რა. თქვენს რეპორტაჟში იყო და ეხლა გავიმეორებ, მე ნამდვილად ვიყავი სიაში, ჩემი ინიციატივით თქვი ვარ. ხაჩირაშვილზე საუბრობთ, იქ სხვა კონკურენტებიც ყავთ, ოპოზიციური ძალები. სხვა კონკურენტებზე მე უკვე გავაკეთე განცხადება, თუ შეიძლება იმას დავასრულებ. მაგალითად ჯაჭვიანიც აცხადებს, რომ მოგიგებთ თქვენ არჩევნებს.
მე ყველას უსურვებ წარმატებას, ვინც მოახერხებს, რომ ნაციონალური მოძრაობა დაამარცხოს თუნდაც იგივე გლდანში, მაგრამ მე დღეს მაქვს იმის იმედი, რომ ეს ვიქნები მე. წეგან ვამბობდი, უნდა გავიმეორო კიდევ, რომ გლდანელებმა კარგად გაიგონ. რატომ თქვი მე ამ მანდატზე უარი, რომ შევსულიყავი პარტიული სიით? იმიტომ, რომ მე ვაპირებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლო, იმიტომ, რომ ვაპირებ, რომ მთელი ჩემი ენერგია დავხარჯო იმაში, რომ გლდანში დავამარცხო ნაციონალური მოძრაობა, რადგან გლდანის მოგება, ცალკე გლდანის მოგება ნიშნავს იმას, რომ ერთი დიდი ქალაქი მოიგო. გლდანელებს მინდა მიუმართო. ხომ არა გაქვთ ტარიფების ფული, ხომ არა გაქვთ სამსახური, ხომ არა გაქვთ არანაირი შემოსავალი, ჩემოკარგებო, ხომ უმძიმეს დღეში ხართ, ხო სულ იმას მეუბნებით, რომ დავალიანებები გაქვთ, უზარმაზარი და ჩაჭრილი ელექტროენერგია და ასე შემდეგ. მაგალითად, სოფელ ავჭალაში ხალხი შემოვლითი რკინიგზის გამო იმას ამბობს, რომ ლამის დამარხეს ცოცხლად, იმიტომ რომ აი შემოვლითი რკინიგზა კი კარგია, მაგრამ ხალხის უფლებებს არავინ იცავს. სოფელ გლდანში მეუბნებია, რომ უმძიმეს დღეში არიან, მუხიანში მეუბნებიან და ასე შემდეგ. ყველგან სადაც დავდივარ, იგივე გლდანში, რომ ხალხს აღარ სჯერა ამ ხელისუფლების ის 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც ეხლა გვეუბნებია, რომ თურმე მოსახლეობას უნდა მისცენ სარგებლისთვის, არის 4 წელზე გადანაწილებული. ამიტომ მე მჯერა, რომ არც ერთი ადამიანი თავისი ნებით თუ არ აიძულეს, იგი ნაციონალურ მოძრაობას ხმას არ მისცემს. გასაგებია. ცოტა ხანი ჩვენ დავანებოთ გლდანს კონკრეტულად გლდანზე საუბარს თავით. ჩვენ დღეს პარტიამ დაასახელა საარჩევნო სიის ათეული და ასევე ცნობილი გახდა რამდენიმე მაჟორიტარი. ალბათ ყველაზე თვალში მოსახვედრია ზურა ხაჩიძე, მომღერალი. როგორ აღმოჩნდა ის თქვენს ძალიან ღირსეული ადამიანია ზურა ხაჩიძე. მე მინდა გითხრათ, რომ 2007 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ამ ტელეკომპანიაში სპეცნაზი შემოვარდა და თავში ხელკეტები გვირტყეს და უკან მოგდევდნენ გაზის ტყვიები და ლამის გაგუდეს და გცემეს, ზურა ხაჩიძე აი იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვის აფიქსირებდა თავის ძალიან მკვეთ სამოქალაქო პოზიციას, ძალიან ღირსეულ პოზიციას და ზურა ხაჩიძე ჩემთვის არ არის უბრალოდ მომღერალი ზურა ხაჩიძე, ის არის ძალიან ღირსეული მოქალაქე, მისი არაერთი გამოსვლა, არაერთი პროტესტი, არაერთი განცხადება მოусმენია ჩვენ საზოგადოებას და მე ვარ დღეს ბედნიერი, რომ ზურა ხაჩიძე იყრის სწორედ კენჭს დიდუბეში ჩვენი სახელით. მის გვერდით დავდგებით თავიდან ბოლომდე და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ იგი ძალიან სერიოზულ შედეგს დადებს. ალბათონო ინგა კიდევ ერთ საარჩევნო სიაზე მინდა გკითხოთ, ქართული ოცნება და იქ დასახელებული გვარები, რომლებიც თქვენი რესპონდენტებიც ყოფილა, მაგალითად გია ჯორჯოლიანი, გია გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი. ხელისუფლების გარდა, ალბათ ივანიშვილის ოცნებასაც თulit თქვენს კონკურენტად, რა თქმა უნდა, ამ სიის პირობებში რამდენად გაიზარდა საინტერესოა თქვენი კონკურენტუნარიანობა. იცით რა არის ჩვენი კონკურენტუნარიანობა არის ძალიან მაღალი. ვინმეს ეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ყველა უნდა შეეგუოს ხელისუფლებიდან თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. რაც შეეხება ბატონი ივანიშვილის სიას, ნუ რა ჩვენ ვიცით რომ ეს არის საარჩევნოდ გაერთიანებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და მათი ლიდერები, რომლებსაც ახლა თუ კი ძალიან გულწრფელად ვიტყვით, მე არავის არაფერს შეურაცხყოფას ვაყენებ, მაგრამ თქვენ მითხარით აი შენი რესპონდენტები იყვნენო და თუ ძალიან გულწრფელად ვიტყვით, სრულიად განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის ადამიანები არიან და ჩვენ ამ სიაში ვხედავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ხან ერთად იყვნენ, მერე იშლებოდნენ, მერე ისევ ერთად იყვნენ და ასე შემდეგ. ანუ მე ყველას უსურვებ წარმატებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სია კოალიციის, რომელიც დაიდო, ესაა დროებითი ალბათ სია და შემდეგ უკვე ალბათ ყველაფერი თავის მსვლელობით წავა, იმიტომ რომ ერთი, როდესაც ჯგუფი ამბობს, რომ დაუშვათ მისთვის არის პრიორიტეტული ნატო, მეორე რომელიც გამოდის და ამერიკის წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში ცხადია არ ჯდება. მესმის ისინი არიან გამარჯვებაზე ორიენტირებული, მე ყველას უსურვებ წარმატებებს, ვინც დაამარცხებს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენც ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა ვართ გამარჯვებაზე ორიენტირებული და მე შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ არჩევნების მერე შეგვიძლია ერთად დავითვალოთ შემოდგომაზე წიწილები, ვინ რა შედეგს დადებს. გასაგებია, მე მაქვე მინდა ჩაგეკითხოთ, ისე ვთქვათ, ჟორჟოლიანზე და გაჩეჩილაძეზე, რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის კონკურენტ ძალაში, რომ გეხილათ ეს აღნიშნული სახეები, მით უმეტეს ქართული ოცნების სიაში? ეხლა სხვა პოლიტიკური პარტიის რეკლამას თუ მაკეთებინებთ, ლაშა ძალიან არაკომფორტულ სიტუაციაში ვარ, იმიტომ რომ ამჯერად მე და თქვენ საუბრობთ არა როგორც ჟურნალისტები, არამედ მე როგორც პარტიის წარმომადგენელი. ბევრი რამ იყო მოულოდნელი. ისევე როგორც ხაჩიძის გამოჩენა ვთქვათ, ქრისტიან დემოკრატებში, ასევე გაჩეჩილაძის და ჟორჟოლიანის ალბათ. არა, ბევრი რამ იყო მოულოდნელი. ამას გეტყვით, მხოლოდ იმიტომ რომ ბევრი ისეთი ადამიანი სახელი და გვარი ვნახე, რომელიც შესაძლებელია არც არავის უფიქრია, რომ ქართულ პოლიტიკაში კიდევ შემოbrunდებოდა. ასეთი არის ბატონი ბიძინას ხედვა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, სხვებს აქვს სხვა ხედვა, მთავარი არის ერთი ამ ქვეყანაში ამ არჩევნების მერე უნდა დამთავრდეს ერთპარტიული მმართველობა, ამ ქვეყანაში ამ არჩევნების მერე უნდა დამთავრდეს სააკაშვილის გუნდის მიერ ერთპიროვნული მართვა ქვეყნის და სულ მინიმუმ ნაციონალური მოძრაობა უნდა წავიდეს ოპოზიციაში.
ოპოზიციაში თუ სახში არა, მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ არჩევნების შემდგომ პარლამენტში უმრავლესობაში იქნება ოპოზიცია. არაერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის შემთხვევას განვიხილავ ამ შემთხვევაში, არამედ ვამბობ, რომ ერთობლიობაში უმრავლესობაში იქნება ოპოზიცია. ამას უნდა შეეგუოს ნაციონალური მოძრაობა. ალბათონო, ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გითხოთ, რომ თქვათ მოიგეთ თქვენ არჩევნები და გლდანმა აგირჩიათ. არა, მოვიგებთ არჩევნებს. ნახავთ ამას გამოჩნდება ეს რა თქმა უნდა 1 ოქტომბერს. რას გააკეთებთ, რა არის მთავარი პრობლემა, რომელსაც პირველ რიგში მოაგვარებთ? მთავარი პრობლემა არის სწორედ ის, რა მთავარი მესიჯის და რა მთავარი შეთავაზებას ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოსახლეობას აუწყა, ეს არის სამართლიანი ტარიფები. ეს არის ჩვენი შვილების განათლებისთვის აუცილებელი ფული, ეს არის მათი მშობლების დასასაქმებლად სასწრაფოდ შესაქმნელი სამუშაო ადგილები, ეს არის ტარიფების გაიაფება, ეს არის ჩვენი ენერგოობიექტების გამოსყიდვა, იმიტომ რომ სააკაშვილი ერთი ხელით თიც იშვერს რუსეთისკენ, აი მებრძვის რუსეთი და მტერია და მეორე ხელი თვითონვე ჩაუდო მთელი ენერგოობიექტები სწორედ ამ რუსებს ხელში. ჩვენი მთავარი თემები არის ჯანდაცვა, ჩვენი მთავარი თემები არის, რომ ამ ქვეყანაში ყველა თაობისთვის იყოს ღირსეული ცხოვრება, ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და მოხუცებისთვის. იცით რას გეტყვით? $100 პენსიას აღარავინ აღარ დაიჯერებს, რომ ძალიან დიდი მიღწევაა რა. იმიტომ რომ სააკაშვილი ამას პირდებოდა პენსიონერებს, ვიდრე იგი საერთოდ გახდებოდა პრეზიდენტი. დღეს ის $100 პენსია სააკაშვილის პირობებში 3-ჯერ და 4-ჯერ გაძვირებული ცხოვრებისა და პროდუქტების და წამლების ფონზე აღარავის აღარ ეყოფ. ამიტომ ჩვენ პირდებით ღირსეულ ცხოვრებას, ყველა თაობას და ერთს ვიტყვი, ლაშა მე მგონი ჩვენი დრო იწურება. მე მინდა უთხრა ჩემს ამომრჩეველს. მე მინდა უთხრა გლდანელებს, რომლებსაც მივანდე ის გადაწყვეტილება მათ უნდა თუ არა რომ ემიხილონ პარლამენტში. არაფერს არ დაგპირდებით ისეც, რომ მე ქუჩაში გამოსვლის შემრცხვეს. მე კარგად მესმის, რომ პოლიტიკა არის პასუხისმგებლობებით უნდა იყოს უფრო სწორედ გაჯერებული და არაფერს არ დაგპირდებით ისეც, რასაც მომავალში ვერ გავაკეთებ. თავს მოვიკლავ და ყველა ჩემი დანაპირებისთვის ვიბრძოლებ თქვენთან ერთად. თქვენ პირდებით და აპირებთ რომ ასე გააკეთოთ. თუმცა თუნდაც თქვენი გამარჯვების შემთხვევაში რომ აღმოჩნდეთ კვლავ უმცირესობაში პარლამენტში. აი როგორ აპირებთ უმცირესობის პოზიციიდან ამ ყველაფრის მე არ განვიხილავ, რომ ოპოზიცია უმცირესობაში აღმოჩნდება ამ არჩევნების მერე. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შეკითხვებს ჩვენს ეთერში ინგა გრიგორია პასუხობდა. ამიტომ მოუწოდებთ ლაშა ხალხს, რომ ხარი უნდა დაგვიჭირო, რომ ჩვენ ხელში უნდა გქონდეს ბერკეტები. აი რატო ძველი დანაპირებიო 5 თეთრისა და 10 თეთრის შესახებ ძველი დანაპირები გულისხმობ ადგილობრივი არჩევნების დროს. იმიტომ რომ ჩვენ სამკაციანი ფრაქცია შევრჩით ამ ხელა ნაციონალურ მოძრაობას. ძალიან ცოტა რაოდენობით შევიდა ოპოზიცია. ხალხმა უნდა მოგცეს ხმა, იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვეღარ მოახერხოს, რომ მათთვის ასეთი მძიმე და კაბალური გადაწყვეტილებები მიიღოს და მე მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენი ხალხი არის ძალიან გონიერი, მე მაქვს მათზე ძალიან მაღალი წარმოდგენა და ზუსტად ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობას გამარჯვების შანსი აღარ აქვს. ძალიან თამამად ვამბობ ამას, იმიტომ რომ რეალობაა, რომ ჩვენს ქვეყანაში განწყობა უკვე არანაციონალური მოძრაობისკენა. Galbotonu inga, მოდი არ დავასრულოთ მე ერთ შეკითხვას კიდევ დაგისვევთ, იმიტომ რომ ყოფილი კოლეგა ხარ და როგორც ყოფილ ჟურნალისტს მინდა ასე შეკითხვა გითხოთ სოციალურ ქსელში ვრცელდება ბიძინა ივანიშვილის რაჭაში ვიზიტის ვიდეო, სადაც ის ჟურნალისტებს ერთგვარი ფორმით ესაუბრება. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? მე ერთი მოკლე ფრაზით შემილია ეს შევაფასო. ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მიუღებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ გაკეთებული ნებისმიერი ფრაზა. ეს დაიწყო ამ ქვეყანაში სააკაშვილმა და მე მინდა რომ ყველას ურჩიოს, რომ იგივე რიტორიკას ნუ გააგრძელებენ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მძიმე ჩემთვის მოსასმენი, მაგალითად ამ დილით მე ვისმენდი იგივე განცხადებებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ეხებოდა თუ არ ვწდები თქვენს კოლეგას მეტრეველს, მისი კრიტიკული რაღაცა მოსაზრების გამო და მე როდესაც ვისმენდი ამ გამოსვლას კიდევ ერთხელ გავიფიქრე, რომ არც ერთმა პოლიტიკოსმა რაც არ უნდა მაღალი ნდობით სარგებლობდეს იგი, არ უნდა დაუშვას ის, რომ ჟურნალისტებზე ოდესმე განახორციელოს შეტევა, რაც არ უნდა მძიმე კითხვა დაგისვან, რაც არ უნდა მძიმე დღეში ჩაგაგდონ, როდესაც ხარ მზად რომ მართო ქვეყანა, როდესაც შენ იღებ პასუხისმგებლობას და ამბობ რომ შენ ხარ მზად რომ შენ უნდა იყო მთავარი მენეჯერი შენი ქვეყნის, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს რომ კრიტიკის მიმართ უნდა იყო ნორმალურად მაინც განწყობილი და ეს ნიშნავს პირველ რიგში იმას რომ შენ ჟურნალისტებს არ შეიძლება რომ დაუპირისპირდე. თმენის ვალდებულება ეს ძალიან მძიმე რამ არის, საკუთარ თავზეც გამოვცადე არაერთხელ რაც საკრებულოში წავედი, მაგრამ ყველა პოლიტიკაში მყოფ ადამიანს აქვს თმენის ვალდებულება
ბრალდებულება და მე ყოველთვის ვიქნები ჟურნალისტების მხარეს ნებისმიერი დაპირისპირების შემთხვევაში, თუმცა რაც საკვირველია, მე არ მომწონს იგივე მედიაში რაც ხდება, მე არ მომწონს ეს გაუგებარი რაღაც სააგენტო რო დაძდევს მეორე სააგენტოს და არის ერთი ორომტრიალი და საერთოდ აღარ ვიცი უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდა ლამის მედიაში ესეთი დაპირისპირება, მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში და ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლებას, სადაც თავისუფალ სიტყვას ექნება ფასი და სადაც ჟურნალისტებს ვერავინ გაუბედავს, ვერც ერთი და ვერც მეორე მხრიდან, აი ესე თავში ხელწამორტყმით საუბარს, მაგალითად ასეთ სიტყვებს, რომ ვაჟბატონმა კარგად დაუკვირდეს, რას ამბობს და ასე შემდეგ. ვამბობ ამას სწორედ დღევანდელი განცხადებების ფონზე, ბატონი ბიძინას მხრიდან მერაბ მეტრეველის მიმართ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ მიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ინგა გრიგოლია საუბრობდა ჩვენს ეთერში. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. წინა საარჩევნო პროგრამები, კითხვები და პასუხები, ვინ რა დაპირებით მიდის არჩევნებზე, პოლიტიკური დებატები და კანდიდატები პირდაპირ ეთერში. ქრონიკა 20 საათზე. არჩევნები 2012.